26 მაისი საქართველოსთვის ნამდვილი განთიადია. ეს დღე ყველასია. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მე ჟურნალისტი ვახო ხუზბიაშვილი ვარ, დღეს გადაცემაში წარმოგიდგენთ. ეს დღე ჩვენია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 700 წლევანდელმა ფიცი დადო. Pizza! Ინდად მოვიხადო ჩემი მხედრული ვალი საქართველოს წინაშე. ინდად მოვიხადო ჩემი მხედრული ვალი საქართველოს წინაშე. რა გზა გაიარა საქართველომ 1918 წლიდან. და ახსოვდეს ნება ღვთისა, ნება ერისა, აუმარჯოს თავისუფალ საქართველოს. რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის სუვერენიტეტის დაცვა. დღეს თავისუფალ სივრცეში საქართველოს დამოუკიდებლობაზე ვისაუბრებთ. ხდებით საღამოს ხრაზე თავისუფალ სივრცეში. დღევანდელ დღესზე იმოს მთელი საქართველო დღეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 700 წლევანდელი შეუერთდა. თავისუფლების მოედნიდან საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცეს. ნახოთ მცირე გამონათქვამები ამ გამოსვლებიდან. დღევანდელ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარ თავს შევახსენოთ, რომ ბოლო 2 საუკუნის მანძილზე საქართველოს არასოდეს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც არის დღეს. საქართველოს დამოუკიდებლობა და თვითყოფადობა არის უზენაესი ღირებულება, რომლის გარეშეც არაფერს აქვს ფასი. ამიტომ მისი გაფრთხილება ჩვენი ყოველდღიური ზრუნვის საგანი უნდა იყოს და როგორც საქართველოს მთავრობის მეთაური გვირდებით, რომ ეს აუცილებლად ასეც იქნება. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს კვლავაც გადის ბიბლიურ 40 წლიან მოსეს გზას აღთქმული მიწისკენ. აღთქმული მიწა ჩვენი ქვეყნისთვის ნიშნავს ორი უმთავრესი ეროვნული ოცნების ასრულებას. პირველი ეს არის ეკონომიკურად ძლიერი საქართველო, სადაც არც ერთი ქართული ოჯახი არ ცხოვრობს გაჭირვებაში. და მეორე ეს არის ფიზიკურად და სულიერად ერთიანი საქართველო. საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი. საქართველო, სადაც ადამიანებს აერთიანებს სიყვარული ერთმანეთის მიმართ. დღევანდელ დღეს საკუთარ თავს უნდა შევახსენოთ, რომ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მთავარი მტერი არის სიძულვილი. სწორედ ამიტომ მთავარი, რასაც საბჭოთა ხელისუფლება აღუებდა საქართველოში 35 წლის წინ, სიძულვილი იყო. დღესაც მთავარი, რის დათესვასაც საქართველოს არაკეთილმოსურნენი ჩვენს ქვეყანაში ცდილობენ, არის ისევ და ისევ სიძულვილი ქართველებს შორის. ჩვენი სამშობლოს ისტორია 3 ათასწლეულს, ხოლო საქართველოს სახელმწიფოებრიობა 23 საუკუნეს ითვლის. ჩვენს პატარა ქვეყანას მუდმივად უწევდა არსებობა დიდი სახელმწიფოების საგასაღარსი. შესაბამისად, საქართველოს და ქართველი ხალხის გზა არასოდეს ყოფილა იოლი. თუმცა ქართველებს ყოველთვის ჰქონდა რწმენა, რომ ვიყავით განსაკუთრებული ღვთისმშობლის წილხვედრიერი და სწორედ ამ რწმენამ მოგვცა იმის ძალა, რომ უამრავი ქართლის მიუხედავად დღემდე მოგვეტანა ჩვენი ქვეყანა და მისი დამოუკიდებლობა. თავისუფლების თითოეული წელიწადი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ყოველი წელი ჩვენ სახელმწიფოს სულ უფრო ავითარებს, აძლიერებს და განამტკიცებს. ჩვენი ეროვნული თვითშეგნების გამყარებასთან ერთად ძლიერდება ჩვენი ჯარი, მტკიცდება ჩვენი საზღვრები, ძალას იკრებს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი ხალხის რწმენა, რომ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, სუვერენიტეტს აღარასოდეს დავკარგავთ. დღეს მსოფლიოში მღელვარე, ბუნდოვანი და არეული დროა. ჩვენ თვალწინ იშლება ღირებულებები, ირევა მტერმოყვარე, ადვილია დაბნევა და თავგზის დაკარგვა. რა არის ჩვენი მთავარი ორიენტირი ასეთ რთულ დროში? ესაა ჩვენი წინაპრებისგან მიღებული ცოდნა, გაზიარებული სიყვარული და გამოცდილება, ჩვენი სახელმწიფოებრივი მეხსიერება და გამოვლილი ათასწლეულები. დღესაც ჩვენი მთავარი ორიენტირი ის სამი ღვთაებრივი საუნჯეა, რომელიც დღემდე მოგვიტანეს და მოსავლელად გადმოგვაბარეს ჩვენმა წინაპრებმა. ჩვენი მამული, ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოება. ჩვენ ვართ ხალხი, რომლისთვისაც მამული არ არის მხოლოდ გეოგრაფია. ჩვენთვის მამული არის სახლი, სახლი, სადაც ცხოვრობდით ყოველთვის, დღიდან ისტორიის დასაბამიდან. მისი მოფრთხილება, დაცვა, მოვლა პატრონობა ჩვენი და ყოველი თაობის უპირველესი ვალია. ამიტომ არის ჩვენი უმთავრესი მისია და მთავარი ეროვნული ამოცანა ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად აღვადგინოთ და ერთი გალავნით შევკრათ ჩვენი საერთო სახლი, ჩვენი მამული, ჩვენი საქართველო. დღევანდელი დღე არის ქართველი ერის ერთიანობის, თავისუფლების სიყვარულის, გაუტეხლობისა და დაუღალავი ბრძოლის სიმბოლო. ზუსტად 107 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებით
საფუძველი ჩაუყარეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენასა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბებას. დამოუკიდებლობის აქტი არის პირველი ქართული კონსტიტუციური ხასიათის დოკუმენტი, სადაც ნათლად არის ასახული ქართველი ერის სურვილი თავად განსაზღვროს საკუთარი ბედიღბალი. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს გვერქვას ქართველი. ცხოვრობდეთ ქართულ მიწაზე, საუბრობდეთ ქართულად და ვიყოთ ერთ-ერთი უძველესი ევროპული ქრისტიანული ერის შვილები. უნდა გვესმოდეს, რამდენად ძვირფასია დამოუკიდებლობა, რომელსაც მუდმივი დაცვა და მოფრთხილება სჭირდება. მამა-პაპათა ბრძოლამ შემოგვინახა სამი ღვთაებრივი საუნჯე: მამული, ენა, სარწმუნოება, რომლის დაცვაც თითოეული ჩვენგანის ვალია. თუ ამ სამიდან რომელიმე გამოვაკლდება, ჩვენ დავკარგათ მთავარ იდეას, რომელსაც საქართველო ჰქვია. დავკარგავთ ქართულ ფესვებს, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და ქართველი ერი განადგურების საფრთხის წინაშე დადგება. ჩვენი ქვეყნის წინაშე ყოველთვის იქნება საფრთხეები, რომელიც სათანადო რეაგირებას მოითხოვს. ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამდენად ამაოა რომელიმე უცხო ძალის ლოდინი, რომელიც მოვა და გადაგვარჩეს, ჩვენს გასაკეთებელს გააკეთებს, ჩვენზე უკეთ ეცოდინება, თუ რა სჭირდება ჩვენ ხალხს და ქვეყანას. ჩვენ ბოლომდე უნდა ვიწამოთ საკუთარი თავი და გვახსოვდეს, რომ სწორედ ჩვენ განსაზღვრავთ საკუთარ მომავალს და არავინ სხვა. ის რომ დღეს ჩვენ გვაქვს საკუთარი სამშობლო, ენა, დამწერლობა და სარწმუნოება, სწორედ იმის დამსახურებაა, რომ ქართველს არასდროს შეუწყვეტია მოძრაობა. ეს ბრძოლა ისტორიის განმავლობაში სხვადასხვა სახის იყო. იყო დრო ხმალი არაღით ბრძოლის, ისევე როგორც მოთმინების, ატანის და გამძლეობის. იყო დრო, როდესაც კალამს უფრო დიდი ძალა ჰქონდა, ვიდრე ხმალი არაღს. ისევე როგორც დღეს თანამედროვე სამყაროში ჩვენ სიტყვებსა და შორსმჭრეტელობას აქვს განუზომელი ძალა. ასე ვრუნდებით სტუდიაში და უნდა წარმოგიდგინოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები. ბატონი გოგი გოგოლაშვილი, ქართველი ენათმეცნიერი, ქალბატონი სალომე კამპანაძე, პროფესორი, ბატონი ბიძინა გიორგობიანი, უზენაეს საბჭოს წევრი 1990-91 წლებში და დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ჩემი კოლეგა თამუნა გელაშვილი და რამდენიმე წუთში ბათუმის სტუდიიდან ჟურნალისტი ლალი ბერძენიშვილი შემოგვერთდება და დავიწყოთ საუბარი. ბატონი ბიძინა, მადლობა ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. პირველი კითხვა თქვენ უნდა დაგისვათ. რას ნიშნავდა იმ დოკუმენტის მიღება, რომლითაც 1991 წლის 9 აპრილს ზვიად გამსახურდიას მეთაურობით მიიღეთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. რას ნიშნავდათ, როგორც აი ერთი წევრი, მაშინ იყავით თქვენ დეპუტატი და რა ხდებოდა უზენაეს საბჭოში მაშინ? უზენაეს საბჭოში მაშინ იყო ძალიან დიდი სასიხარულო განწყობა, ამაღლებული განწყობა. ეს ნიშნავდა 26 მაისის იდეალების აღდგენას. დამოუკიდებლობის აღდგენას, მას შემდეგ 24 წელი გავიდა, თუმცა ეს პროცესი დამოუკიდებლობის აღდგენის დღესაც მიმდინარეობს და მე ძალიან მიხარია, რომ მოვესწარი კიდევ ერთხელ იმ პერიოდს, როდესაც ახალგაზრდა პოლიტიკოსები იბრძვიან და პრიორიტეტად აყენებენ საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის აღდგენას, რომელიც ჩვენ წაგვართვეს 92 წელს სისხლიანი გადატრიალების დროს შემდეგ 26 მაისის ის იდეალები, რომელიც 26 მაისით იყო შთაგონებული და აღდგა დამოუკიდებლობა 9 აპრილს სამწუხაროდ ძალიან მალე ძალიან დიდი განსაცდელის შემდეგ ფაქტიურად ჩვენ დავკარგეთ ისევ და საქართველოს მოექცა ფაქტიურად კოლონიური მმართველობის ქვეშ ჯერ პირდაპირ სახელმწიფო გადატრიალების დამფინანსებელი და განხორციელებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რომელიც თვითონაც თავის მხრივ იყო სხვა გლობალისტური ძალების მმართველობის ქვეშ და თვითონ საქართველოს ხელისუფლებას 10 წლეულების განმავლობაში იმყოფებოდა ძალიან აი ესეთ გარე მართვაზე ფაქტიურად უნდა ვაღიაროთ ჩვენ ეს დღეს უკვე ღიად ლაპარაკობენ ამაზე. თუმცა ბოლო 4 წელია, რასაც მე ვაკვირდები, მიდის ტრანსფორმაცია საქართველოს პოლიტიკური ელიტის, მოვიდა ახალგაზრდა პოლიტიკოსთა თაობა, რომლებიცაც ეს მმართველობის ის ფორმა, რომელიც იყო მანამდე საქართველოში არის მიუღებელი და ისინი დაუბრუნდნენ 26 მაისის დამოუკიდებლობის
იდეალებს, საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღმშენებლობის იდეალებს, რაც მე პირადად ძალიან მახარებს. ეხლა იქ ისტორიული მიმოხილვა იმის თუ რა იყო ეს 26 მაისი არაერთჯერ ყოფილა ამაზე საუბარი, ბევრი ტელევიზიითაც და ბევრი წიგნი ამაზე გამოცემული. ეხლა მე ამ თემაზე შორს აღარ წავალ, უბრალოდ ერთი უნდა აღვნიშნოთ ის, რომ არ შეიძლება დაკნინება რაღაც იმ თარიღების კი არა, იმ მოვლენების, რომელიც მასში ხდებოდა. ეს არ იყო შემთხვევითი, როგორც წარმოუდგენია ზოგიერთს, რომ აი გერმანელებმა აიძულეს, აი იმათ აიძულეს დამოუკიდებლობა. ეს იყო 100 წლეულობით და ისტორიის მანძილზე საქართველოს ქართველი ერის სურვილი, რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი და 26 მაისი იყო ამის გამოვლინება, ისე როგორც დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლა შემდეგ გაგრძელდა ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ რამოდენიმე ათწლეულს და ამის გვირგვინი იყო ზუსტად 9 აპრილი, ასე რომ ეს ორივე თარიღი და განსაკუთრებით 26 მაისი, როდესაც რესპუბლიკის სახით პირველად ჩამოყალიბდა ერთიანი საქართველოს სახელმწიფო, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის და ძალიან საზეიმო განწყობა მაქვს მე პირადად. თქვენს უზენაეს საბჭოში მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ხელისუფლება მოვიდა და გაუშვით კომუნისტური პარტია, მაინც იყვნენ მაჟორიტარები დარჩენილები, ხო? აი იმ კომუნისტური პარტიის დეპუტატებმაც ყველა მოაწერეს ხელი აი ამ კომუნისტური პარტიის დეპუტატებმა დამოუკიდებლობის აქტს ყველა მოაწერა, რასაკვირველია ხელი. მაშინ ჯერ არ იყო მომხდარი მოსკოვში ის რაღაც ინსცენირება პუჩის თითქოს და კომუნისტური პარტიის ფრაქცია ჩვეულებრივად იყო უზენაეს საბჭოში. მათ ყველა ხელი მოაწერა, რა თქმა უნდა, ვინაიდან ერთიანი იყო ამ საკითხთან მიმართებაში არ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო რაღაც ანუ კომუნისტებსაც ჩინაგანად უნდათ რომ დამოუკიდებლობა ყოფილიყო იყო რაღაც რამოდენიმე დეპუტატების ჯგუფი იყო ოპოზიციაც ხო იყო სახალხო ფრონტის დეპუტაცია რომელიც ოპოზიციაში იყო რამოდენიმე ორი წარმომადგენელი რესპუბლიკური პარტიიდან და ჩვენი უმრავლესობა, რომელმაც ფაქტიურად ეს ყველაფერი მოიტანა მაშინ. მადლობა. თამუნდა თქვენთან უნდა გადმოვიდეთ, თქვენ ერთ დღესაც უკვე 1991 წლის 9 აპრილს, მანამდეც კი უკვე აქ ეროვნული ხელისუფლება იყო, მაგრამ იმ თაობის ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ხართ, ვისაც დამოუკიდებელი საქართველოს პირველ დღეებში მოუწია, ხო? რაღაცა ბევრი რამე შეიცვალა და რა შეიცვალა როგორც ტელეწამყვანისთვის, საზოგადოებაში რა შეიცვალა, აი როგორ შეგიძლიათ გაიხსენოთ ეს? დიდი მადლობა მოწვევისთვის, გილოცავთ თქვენ და მაყურებელს დღევანდელ დღეს. იცით რა შეიცვალა? აღმაფრენა იყო. არაფერი აღარ იყო ძნელი. თითქოს ირწმუნა საქართველომ, რომ ძალა აქვს და შეუძლია ააშენოს ბედნიერი ქვეყანა. აი ეს შეიცვალა. ძირითადად თუ ვიტყვით ორი სიტყვით ეს შეიცვალა. და უკვე აი თქვათ რაღაცები ხომ ყველასათვის ცნობილია რომ მაშინდელ სახელმწიფო ტელევიზიას რაღაცა ცენზურაში უწევდა ხო მანამდე სანამ 90 წლამდე მუშაობა. ანუ ეს ცენზურა უკვე მოიხსნა ტელევიზიაში და თავისუფალ რეჟიმში გადავიდა უკვე საქმიანობა უკვე რა თქმა უნდა ჩვენთან მე პირადად მიმყავდა გადაცემები აი უკვე მოგვიანებით, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები მოდიოდნენ და ჩვეულებრივად ეთერში გავდიოდით ერთად და ვსაუბრობდით ყველაფერზე. აბსოლუტურად შეცვლილი იყო ცენზურის მხრივ ყველაფერი. ანუ რეალური დამოუკიდებლობა ტელევიზიამაც მოიპოვა ქვეყანასთან ერთად. რა თქმა უნდა. ბატონო გოგი, რა ბევრს საუბრობთ იმაზე რომ აი დღეს ისმის სხვადასხვა ადამიანებისგან რომ აი დამოუკიდებლობას გვართმევენ ისევ ვიღაცას უნდა სადღაცა შეთრევა სულ იმაზეა საუბარი ხომ გვესმის ხელისუფლებისგან ხოლმე რომ რეალურად დღეს საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა ხდება აი რა შეგიძლიათ რომ თქვენ არ ახართ ესე პოლიტიკაში პირდაპირ ჩართული ადამიანი მაგრამ ძალიან გამოცდილი პიროვნება ბრძანდებით ხო როგორ უყურებთ რეალურად დღეს რამდენად ვართ დამოუკიდებლები და რას უყურებთ გოგოლაშვილი რა ხდება თუ არა ვწდები დავით სარაჯიშვილმა თქვა ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში რომ ქართველს დამოუკიდებლობა ისგონია ერთი ბატონისაგან თუ წამოვა და მივა მეორე ბატონთანო
აი ეს მენტალიტეტი მე მგონი ჯერ კიდევ ცოცხალია ჩვენში და ჯერ კიდევ ანუ უფრო გასაგები რომ გავხადოთ ეს უფრო გასაგები რომ გავხადოთ დამოუკიდებლობა მე ცოტა სხვანაირად მესმის თქვენ როგორ გესმით ის მესმის იმგვარად რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს ამაზე უკეთესად ვერავინ ვერაფერს ვერ იტყვის უნდა ვიღაცას ჩემი დახმარება დამეხმაროს მადლობას მოვახსენებ და მე სამაგიეროდ ივსեմ და ასე შემდეგ აი მარტივად რომ მოგახსენოთ და ეხლა უფრო რთულად ვერ გეტყვით ეხლა მე იმიტომ რომ ძალიან რთული პროცესები მიდის ეხლა ძალიან რთული პროცესები მე ძალიან მომწონს თავდაჯერება ჩვენი ახალგაზრდა თაობისა ჩვენი ხელისუფლების ახალგაზრდა თაობისა თავდაჯერება ძალიან მომწონს რომ მათ მიაჩნიათ რომ ის გზა რომელიც მათ აირჩიეს სწორი გზაა და გარკვეულწილად მეცვეთან ხმებიან რუსულ უნივერსიტეტის დაცვა ხდება აი ეს არის და იმიტომ რომ ჩვენ უნდა გვჯეროდეს უნდა გვწამდეს ჩვენი საკუთარი თავისა რწმენა უნდა გქონდეს მე ის მომეხმარება ის დამიჭერს მხარს ის შემაწევს სიტყვას ის მომცემს ზალას ეს სხვა შეგნება აბადით მაგრამ მე ცოტა აი ამ კუთხით ვყურებ უფრო ამ შექმნის სიტუაციას და მგონია რომ ჩვენ საზოგადოებამ ეს ბოლომდე მაინც ვერ შევიგნეთ და ვერ გავითავისეთ ეს ყოველივე და არჩევანის გაკეთება ხშირად ავსა და ცუდ შორის უფრო გვიწევს ვიდრე კარგსა და ცუდ შორის. ქალბატონ სალომე, თქვენ წეგან თქვით რომ თავარი სტატუსიო, როცა ვიდრე გადაცემა დაიწყებოდა, ჩემთვის არის სოხუმელობაო. აქედან გამომდინარე, ერთადერთი არჩევნები თუ რეფერენდუმი უფრო სწორად, რომელიც მთელ საქართველოში ჩატარდა, მათ შორის 1991 წლის 31 მარტს, ხო, სურთ თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობა, მაშინ აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარდა და იქიდანაც არჩევნებიც და რეფერენდუმიც. ხო, და რეფერენდუმიც. და მათ შორის აფხაზეთის მოსახლეობამაც თქვენ რომ დია, გვინდა საქართველოს იყოს დამოუკიდებელიო. თქვენ ძალიან ახალგაზრდა იქნებოდით მაშინ, მაგრამ აი იქნებ გაიხსენოთ რა ხდებოდა მაშინ იქ და იყო ერთი რამდენად ვიყავით ერთიანები მაშინ ერთიან საქართველოში. სამშობლოს მინდა დამოუკიდებლობის დღე მოულოცო ჩვენს ხალხს მინდა მოულოცო და ერთი რამე მინდა გითხრათ აი აფხაზეთში განსხვავებული გრადაცია მიიღო ამ დამოუკიდებლობამ იმიტომ რომ აფხაზეთში მაინც სიტუაცია იყო ბევრად განსხვავებული ვიდრე დედაქალაქში ჩვენ ბევრ რამესთან გვიწევდა შერკინება თუნდაც ის რომ მოსახლეობის უმრავლესობა რუსულენოვანი იყო და აი ის მუხტი რომელიც მოიტანა ამ დამოუკიდებლობა და საერთოდ ეროვნულმა მოძრაობამ ჩემთვის იყო რაღაცა დიდი ენერგიის აფეთქება. მე ისე კარგად მახსოვს მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტი ვიყავი, უკვე ჩამოყალიბებული მქონდა ჩემი დამოკიდებულება და რა თქმა უნდა ყოველთვის მიკვირდა რატომ მქონდა მე და ბურიატეს ერთი სამშობლო. აი ყველაფერი დაიწმინდა იმ პერიოდისათვის. თუმცა თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ამას ჰქონდა კიდევ სხვა თამდევი მოვლენები, იმიტომ რომ მე ამ გადასახედიდანაც შემიძლია ვთქვა, რომ შეიძლება და უფრო სხვანაირად გაკეთებულიყო რაღაცა, იმიტომ რომ ჩვენ მოგვიწია საერთო ჭერის დაკარგვა, მაგალითად თეატრმა, აფხაზურმა და ქართულმა დასმა დაკარგა საერთო ჭერი, უნივერსიტეტმა დაკარგა საერთო ჭერი. ანუ აი ამ დამოუკიდებლობის ძიებაში და ეს დამოუკიდებლობა იმ პერიოდში ჩემთვის იყო მხოლოდ აღდგენილი დაკარგული სიტყვა. თქვენ ხო გეყოლებოდათ ახლობლები აფხაზები, ხო? აი იმ აფხაზებს სურდათ თქვენთან ერთად რომ საქართველოს მიიღო დამოუკიდებლობა, აი რა ხდებოდა, აი შეგვიძლიათ ამაზე ვთქვათ? სხვათა შორის საოცარ რამეს გეტყვით. ჩემი მეზობლები, სომხები, რუსები ცდილობდნენ ესწავლოთ ქართული. აი ჩემი მეზობელი მოვიდა და მითხრა იცი რაო მე უნდა დავიწყო ხო ქართულის სწავლა რუსი იყო ეროვნებით და ასევე ცდილობდნენ აი აფხაზური მხრიდანაც აგრესია ყოველ შემთხვევაში მე არ მინახავს მე არ მახსოვს აგრესია ცოტა მოგვიანებით გამომჟღავდა რაღაცა სიტუაცია ხო უფრო დაიძაბა აი პირველი 99-ში ცნობილი ხო მოვლენები და შემდეგ ცოტა მოგვიანებით სამწუხაროდ მაგრამ აი ამ თვეების
განმავლობაში მე განსაკუთრებული აგრესია იმ სახის რაც ეხლა გვაქვს სამწუხაროდ ჩვენ დასაუბედუროთ ხო არ მახსენდება თუმცა რასაკვირველია განსხვავებული დაძაბულობა მინდა ვინაიდან მოიტანა ეს დაძაბულობაზე საკითხი რომ არ მომხდარიყო თბილისში ის ამბავი რაც მოხდა რომ ზვიად გამსახურდიას დაუპირისპირდა მაშინდელი ოპოზიცია გარე ფაქტორების ჩარევითაც მათ შორის როგორც ამბობენ რუსეთის ჩარევითაც ხო თქვენ როგორ ფიქრობთ შესაძლებელი იყო რომ ზვიად გამსახურდია რომ ყოფილიყო ქვეყნის პრეზიდენტი რომ აფხაზეთში ის არ მომხდარიყო რაც მოხდა მერე მე მგონი ჩვენ ამაზე უკვე აღარ ვდავებთ იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ აფხაზეთის ომი დაიწყო რუსთაველიდან მე არ დავობ ამაზე პირადად რა ვიცი თუ ვინმეს აქვს არგუმენტი დამითხრა რუსთაველის გამზირზე მაშინ განვითარებულმა მოვლენებმა პირადად ჩაითვლია რა თქმა უნდა ბევრწილად განაპირობა ეს ყველაფერი იმიტომ რომ იმ უმართავობამ რამ შემდეგ როგორ აღმოჩნდა კიტოვანი ტანკებით აფხაზეთში იცით რა შეიძლება იქ ყოფილიყო რაღაც დაძაბულობა მაგრამ ესეთი სახე არ მიიღო ხო რა სახით შემდეგ მიიღო თორე დაძაბულობა შეიძლება და ყოფილიყო ანუ ეს ერთი სცენარი იყო ჩვენ გამსახურდიას დამხობა და შემდეგ მეორე სცენარი გახდა 2008 წელი, სადაც საბოლოოდ გაფორმდა ეს ყველაფერი და სიმართლე გითხრათ, მე არ ვიცი, მე ძალიან იმედიანი ადამიანი ვარ, მაინც რაღაც ეს იმედი მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს იყო ყველაზე სასტიკი დანაშაული. გასაგებია. ცოტა ხანში გავაგრძელებთ სტუდიაში საუბარს, ბათუმის სტუდიიდან ჩემი კოლეგა ლალი ბერძენიშვილი უნდა ჩავრთოთ. ლალი, საღამომშვიდობისა, მადლობა პირველ რიგში ჩართვისთვის და გილოცავ დღევანდელ დღეს. თქვენთვის რა არის? აი 26 მაისი თქვენ საკმაოდ ჩართული იყავით სტუდენტობიდან ეროვნული მოძრაობის რიგებში, იდექით რუსთაველის გამზირზეც და ყველა მაშინელ აქციაზე. რას ნიშნავს თქვენთვის ეს დღე და რამდენად ვიცავთ დღეს ჩვენს ქვეყანას? გამარჯობა გილოცავთ ყველას. ეს ალბათ თუ კი რამე შეიძლება ყოფილიყო ჩემ ცხოვრებაში საამაყო, სწორედ იმ წუთებით, დღეებით, საათებით შეიძლება ვიამაყო, როცა მე ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებთან ერთად ვიდექი უთყვათ როგორც ერთი ჩვეულებრივი სტუდენტი, ადამიანი რუსთაველზე, მანამ უნივერსიტეტის ეზოში, სააქტო დარბაზში უნივერსიტეტის და ყველა იმ ლექციაზე, აი ისე დავრბოდით, მივდიოდით, ვიჩქაროდით, ვესწრაფლოდით, მოგვესმინა ლექციები სხვადასხვა ადამიანების, დისიდენტების, აკაკი ბაქრაძის და ასე შემდეგ. ზვიად გამსახურდიასი მახსოვს როგორ შემოვიყვანეთ ის მის საიუბილეო წელს უნივერსიტეტში სტუდენტების კორდონის მეშვეობით და გავმართეთ ასე ვთქვათ ეს დღე ვიზეიმეთ. დღეს როგორ უყურებთ აი მოვლენებს ლალი თითოეული წუთი დღეს როგორ უყურებთ უკვე მოვლენებს ხო 34 წელია ზვიად გამსახურდიას მეთაურობით მივიღეთ ეს დამოუკიდებლობა დღეს რა ეტაპზეა ჩვენი ქვეყანა რა შეგიძლიათ თქვათ იცით რა არის ამაზეც მინდა ნოდარ ნათაძის სიტყვებით გიპასუხოთ რამდენიმე წლის წინ ჩავწერეთ ის და მან თქვა ასეთი რამ 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა გაჩნდა ახალ პოლიტიკურ რუკაზე, მსოფლიო რუკაზე და ეს ასე იქნება მარად. მე ღრმად მჯერა და მწამს, რომ საქართველოს იმ კონტურებში ოღონდ რა კონტურებშიც ჩვენ ვიცით ის მთლიანად ერთიანად მუდმივად იქნება მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე. აი ეს არის ჩემთვის სწორედ 26 მაისი, ანუ ამ აქტის საფუძველზე, რადგან აღდგა ჩვენ ისე 26 მაისს ვზეიმობთ, აი ეს არის ჩემთვის დამოუკიდებლობა. ეს არის ამბავი, რომელიც აი ნოდარ ნათაძის სიტყვებით ასე ჟღერს, რომ პოლიტიკურ რუკაზე გაჩნდა ახალი ქვეყანა, ამ ქვეყანას ქვია საქართველო და ეს ქვეყანა დღეს რა ეტაპზე არის? სანამ ეს პოლიტიკური რუკა დღეს რა ეტაპზე არის, ხო? აი საზოგადოების რაღაც ნაწილი ამბობს, რომ ჩვენ რეალურად კარგავთ დამოუკიდებლობას, ხელისუფლება აცხადებს, რომ პირიქით ასეთი დაცული სუვერენიტეტი დაცული ჩვენი ქვეყნის არასოდეს არ ყოფილაო, ჩვენ ვისმენთ ხო ამას. თქვენი მოსაზრება, თქვენი განცდა როგორი არის?
მე მგონია რომ ჩვენ ნელ-ნელა ვიმტკიცებთ დამოუკიდებლობას. ჩემი პერსონალური განცდა ასეთია და ახლა ვიდრე აქ მოვიდოდი სტუდიაში, სწორედ 1918-21 წლების დამოუკიდებელი პრესის რაღაცა ანალიტიკა აქვს გაკეთებული ჩემს კოლეგებს და ვეცნობოდი სწორედ ამ მასალას და იქ ასეთი მაშინდელი იურიდიული განათლების მქონე საზოგადოებრივი მოღვაწე გიორგი გვაზავა ამბობს ასეთ რამეს, რომ ჩვენი ქვეყანას დამოუკიდებელი პოლიტიკა არ უწარმოებია, უფრო სწორად ის იყო ძალიან უგერგვილო, ფრთხილი, არაინიციატივიანი და აი ამ სიტუაციაში ერთადერთი რაც არსებობს გამოსავალი, ეს არის მაცოცხლებელი ეროვნული იდეა. აი სიცოცხლის მომცემი ეროვნული იდეა. აი ამაში მდგომარეობს ამბავი, რომ შენი წესი დაამკვიდრო, შენი ქვეყნისთვის აუცილებელი პოლიტიკური წესით იხელმძღვანელო და ის უკარნახო გარშემომყოფებს. შენ უნდა უკვე იმ პოლიტიკურ რუკაზე ადგილი მხოლოდ კი არ მოიხაზო, არამედ დაიმკვიდრო და განსაზღვრო შენი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, შენი როგორ უნდა განსაზღვრო, აი როგორ პრინციპები. აი როგორ უნდა განსაზღვროს? გეოპოლიტიკურ დავაში მე ვერ შევარ. არა, თქვენ როგორ არა, რას გეუბნებით, იცით, როდესაც აი საუბარია ხოლმე იმაზე, რომ ამერიკის თქვა სახელმწიფო დეპარტამენტიდან გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ განცხადება, ევროკავშირიდან მიიღეს არაერთი რეზოლუცია, რომ შორდება საქართველოს დასავლეთს. თქვენ ამ შემთხვევაში როგორც ერთი ადამიანი, როგორც ჟურნალისტი, რა განცდა გაქვთ ხოლმე ასეთ დროს? მოდით ისევ რაღაცა ისტორიას გადავავლოთ თვალი და რას ნიშნავს სხვისი კარნახით ცხოვრება. თქვა, ჩემთვის არ არის ეს პოლიტიკური განცხადებებია. იმ ქვეყნების ინტერესების გამომხატველი, ან თუნდაც ინტერესების გამომხატველი, აქაც შეიძლება კითხვის ნიშანი დაისვას. არის თუ არა ეს ჭეშმარიტად, თქვათ, იმ ევროპის ხმა, რომელი ევროპისაც მე უნდა მესმოდეს და რომლისკენაც მე მივდივარ. მე წესით მივდივარ ევროპისკენ, აი ამ ასე ვთქვათ ცივილიზაციურ კულტურული ფენომენისკენ. მე მისი ნაწილი ვარ, კი არ მივდივარ, მე ბევრი რამე მივეცი მას. ის ჩემთან ერთად მოდიოდა ამ საუკუნეებში და მეც ვასრულთქმულებდი როგორც ის მე. რა თქმა უნდა, მე ახლა მინდა მასთან ერთად ყოფნა, მინდა ამ საერთო ცივილიზაციურ კულტურულ სივრცეში თანაცხოვრება, წესიერად, ხელის შეუშლელად, მაგრამ აი ესე მხოლოდ დეკლარირებები ამას არ უზრუნველყოფს. იმიტომ რომ ჩვენ ისევ წარსულს თუ გადავხედეთ, ერთ დროს ავირჩიეთ ერთმორწმუნე რუსეთი, იმიტომ რომ ერთმორწმუნეობის გამო ჩვენს კულტურულ იდენტობას არ შეაწუხებდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს საკმარისი არ ყოფილა. ეგზარხოსები მოდიოდნენ და ქართულ ეკლესიებს ღებავდნენ ბოდიში, აი მეც წამოცა. აი შიგნიდან ფრესკებს ანადგურებდნენ. ანუ შენი იდენტობის გამომსახველობით საშუალებებით მიღებულ ხელოვნების ნიმუშებს, შენს ნამდვილ არს, შენს იდენტობას მაინც რაღაცნაირად ერჩოდნენ. იცით რა რაღაცა აი საერთო მერე ქრისტიანულ სივრცეში შენს მნიშვნელობას, შენს კულტურულ ჭეშმარიტ მონაწილეობას თითქოს აუფერულებდნენ, შლიდნენ. აი ამ წაშლის წინააღმდეგი უნდა ვიყოთ ნებისმიერი მხრიდან, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. აი ამიტომ კითხვის ნიშნებს სვამ, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ასეთი განცხადების გაანალიზებისას. იმიტომ რომ თუ მე დღეს ევროპა ჩემთვის რა არის? ევროპა არის არა გეოგრაფიული სახელდება, არამედ მეტაფორა, ხო, რომელშიც იგულისხმება უფლებების დაცვა, ადამიანის სიცოცხლის უფლების დაცვა, ქონების უფლების დაცვა და ყველა სიკეთე, რითაც ვთქვათ, კეთილდღეობა და ასე შემდეგ. თუ დღეს მე ვთქვათ, ვერ მივიღებ აი სწორ შეფასებებს ჩემს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან, მე ვეცდები, რომ
კულტურულ ევროპას გავაგონო აი ეს სწორი ხმა, რომ მე უნდა შევინარჩუნო, ჩემი ინტერესები უნდა დავიცვა, ჩემი კულტურა უნდა დავიცვა, ჩემი იდენტობა უნდა დავიცვა და სწორედ აფხაზეთის პრობლემაზე საუბარი თქვენმა რესპონდენტმა ნახეთ როგორ დაიწყო. იქ სხვა პრობლემა იყო, იქ ნახევარი მოსახლეობისა რუსულენოვანი იყო. აი საიდან იწყება, ასე ვთქვათ, ბზარის შეტანა. შენის უპატივცემულობაში. რატომ ლაპარაკობდა ნახევარი რუსულად? მე მესმის, რომ ეს იყო საბჭოთა კავშირის მხრიდან ზეწოლა, მაგრამ აი დღესაც იგივეა. მე სხვა ენაზე არც ერთ ენაზე მე უნდა ვილაპარაკო ქართულთან პარალელურად სხვა ენაზე. აი ეს ჩემი იდენტობა უნდა დავიცვა, ჩემი კულტურული, ჩემი მცხეთა უნდა დავიცვა. მიუხედავად იმისა, რომ მე-6 საუკუნეში შეიძლება სხვა ქვეყნებს უფრო გრანდიოზული და მასშტაბური შენობა ნაგებობები აქვთ გაკეთებული და უფრო ადრეც, ხო? პირამიდები რო ვთქვათ მარტო, გაცილებით ადრე, ხო? ამიტომ აი ის ჩემია, ოღონდ აბსოლუტურად მე მგავს. ჩემი კულტურული გამოცდილების შედეგია. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამისთვის მე რა მჭირდება? მჭირდება გარემო, სადაც მე შევქმნი ან განვაგრძობ ჩემს კულტურას, მის ისტორიას, რადგან ერი თავისი კულტურული წარსულით განისაზღვრება. მადლობა ლალი ბერძენიშვილს უსმენდით თქვენ ბათუმის სტუდიიდან და გავაგზავნოთ აგერ სტუდიაში უკვე საუბარი. თამუნა, თქვენ როგორ ფიქრობთ დღეს რამდენად ვინარჩუნებთ აი ამ დამოუკიდებლობას, რომელისთვისაც თქვენმა თაობამ პრინციპში ძალიან ბევრი გაიღო. დღეს როგორ უყურებთ, რამდენად ვართ დამოუკიდებლები? ბევრი ამბობს დღეს და მეც მინდა გავიმეორო, რომ დამოუკიდებლობა, დამოუკიდებელი ქვეყნის შენება არ არის ერთი დღის, ერთი წლის, აი მუდმივი პროცესი, მუდმივი წინსვლა, მუდმივი პროგრესი. თუ შევხედავთ რა იყო, ეხლა თქვენ ახსენეთ, რომ ხშირად საყვედურობენ საქართველოს, რომ შორდება ევროპულ ღირებულებებს. ესე დამტკიცების გარეშე და მაგალითის გარეშე ძალიან ძნელია პოლემიკაში შესვლა. უნდა ავიღოთ 92 წლიდან რა ხდებოდა სიტყვის თავისუფლების მხრივ, ელექტრონული მედიის მხრივ და რა ხდება დღეს. ნუ აი კატასტროფული მდგომარეობა იყო 90-იან წლებში. წარმოიდგინეთ, საერთოდ არ არსებობდა ერთი ტელევიზიის გარდა არც ერთი. ეხლა რამდენი ტელევიზია არსებობს? არანაირი შეზღუდვა, აი აგერ ეს რამხელა ფუფუნებაა, ვსხედვართ პირდაპირ ეთერში თქვენი გადაცემის შინაარსს, სხვათა შორის ამართლებს შინაარსი თქვენი გადაცემის სახელს. ეს იყო უდიდესი ფუფუნება და მე მივმართავ იმ ადამიანებს, ვინც ევროპულ ღირებულებებზე ლაპარაკობს, აი ამას შეხედოთ, რომ დღეს შეგვიძლია პირდაპირ ეთერში ვისაუბროთ. ამისი უფლება ჩვენ არ გვქონდა. პირიქით სამსახურიდან შეშებდნენ. შედარება ხდება თუნდაც თამნა, რომ აი წინა ხელისუფლების დროს საქართველოს იყო რაღაცა დემოკრატიის ოაზისი. და სწორედ აი ამას ვამბობ. თუნდაც წინა ხელისუფლებასთან შედარებით, აი ამას ვამბობ, სწორედ აი შევხედოთ 2000-იანი წლებიდან რამდენი ტელევიზია იყო თავისუფალი და დღეს რამდენი ტელევიზია ვინერევა თქვენს საქმიანობაში, სხვა ტელევიზიების საქმიანობაში. ყოველ კონკრეტულ მაგალითს სჭირდება დასაბუთება. ეხლა თუ ვიტყვით, თქვათ ადამიანის უფლებებს, ამ ხრივაც ჩემი აზრით გაცილებით უკეთესი მდგომარეობა, იმიტომ რომ ეხლა შეგიძლია სასამართლოში მიხვიდე, შემდეგ სტრასბურგში გაასაჩირო. მე პირადად ამისი უფლება არ მქონდა, იმიტომ რომ ჩემი საჩივარი ეგრეთ წოდებული არ მიიღო ქართულმა სასამართლომ. როდესაც თქვენ როგორც ჟურნალისტი დევნილობაში აღმოჩნდით, დიახ. ბატონო ბიძინა, რომ გავაგრძელოთ აი ამ თემაზე საუბარი, რაზეც აი თამუნასთან საუბრობდით, რამდენად არის დღეს აი ის მონოპოლარი, თუნდაც აი რაც თქვენმა თაობამ და უშუალოდ ერთ-ერთი ადამიანი ხართ ხო, ვინც ამ ხელიც მოაწერეთ ამაზე და მიიღეთ ეს გადაწყვეტილება. შენარჩუნებული რამდენად არის დღევანდელი პირობებში, თუ ეს ბრალდებები რაც გვესმის ჰაერიდან არის? იცით რა შეესაქმე? დამოუკიდებლობა ისეთი რამა, რომელსაც ყოველთვის როგორც ბრძანეს, ესე იგი ჭირდება ყოველ წუთში მოფრთხილება და ბრძოლა ამ დამოუკიდებლობის დასაცავად. რამდენად არის დაცული ჩვენი დამოუკიდებლობა და რამდენად ვართ ჩვენ დამოუკიდებული სხვების გავლენაზე და სხვების აზრზე, ეს ძალიან რთული საკითხია. ხლა ჩვენ ფორმატში ამაზე ვერ ვისაუბრებთ დიდხანს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მინდა აღვნიშნო ის, რომ
სამართალი, როგორც ესეთი საერთაშორისო სამართალი, დემოკრატიის რაღაც ფუძემდებლური პრინციპები, ადამიანის უფლებები და ასე შემდეგ, დღეს უკვე აქტუალური აღარაა. არანაირი საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს, ჩვენი დამოუკიდებლობის ბედი გვაბარია ჩვენ თვითონ და ეს დამოუკიდებლობა უნდა დავიცვათ ჩვენ. სხვა ჩვენ დამოუკიდებლობას არავინ არ დაიცავს აბსოლუტურად. ეს რაღაც წარმოსახვითი ილუზიებია, რომ რაღაც რომელიღაც გაერთიანებაში ჩვენ მიგვიღებენ და იქ დაცული ვიქნებით და ასე შემდეგ. ეს არავინ არ უნდა დაიჯეროს. მანამდე ვიდრე საქართველოში შიგნით შიდა საზოგადოებრივი დესტაბილიზაციისთვის გარე ძალები ფინანსებს არ იშურებენ, ჩვენი დამოუკიდებლობა იქნება ყოველთვის საფრთხის ქვეშ. ვიდრე ჩვენი თაობა ცოცხალი იქნება. იმ ადამიანებთან, ვისთანაც მე 90-იან წლებში რაღაც გარკვეულად დაპირისპირებულ ბანაკში ვიყავით, მაგრამ დღეს ჩვენ ვიცით, რა მოაქვს ამ გარედან დათესილ ხელოვნურ დაპირისპირებას და ჩვენი თვალით გვაქვს ნანახი გადამწვარი თბილისი, ჩვენი მეგობრები, გარდაცვლილი, დანგრეული ოჯახები, დანგრეული ადამიანების ბედი, ცხოვრება მთელი აწლეულების განმავლობაში, ვიდრე ჩვენ ცოცხალი ვართ. ამას მეორედ არ დაუშვებთ, აქ არანაირად. ეს პოლიტიკური საშუალებებით, ვისაც შეგვიძლია ჩვენ რამის გაკეთება ამ ხრივ თუ ფიზიკური დაცვით საქართველოს დამოუკიდებლობის, ამას ჩვენ მეორედ არ დაუშვებთ არავითარ შემთხვევაში და აქ ტყუილად მარშირებენ ეს 30-40 კაცი რაღაც სხვადასხვა სახელმწიფოების დროშებით თბილისში. ეს მეორედ აღარ მოხდება თბილისში, რომ ტყვია გავარდეს და საქართველოს დამოუკიდებლობა დადგეს ისევ გარედან თავსმოხვეული რაღაც საფრთხის წინაშე. დღეს რამდენადაა დაცული ამ კითხვაზე, მინდა გითხრათ, რომ კარგად, შედარებით კარგად შედარება არ არის იმასთან, რასაც ჩვენ უყურებდით წინა აწლეულების განმავლობაში, როდესაც საქართველო იყო პირდაპირ გარე მართვაზე ჩართული და დღეს უკვე აღიარებენ თვითონ ის სახელმწიფოები, რომლებიც დღეს ახალ მსოფლიო წესრიგს აყალიბებენ, ისინი თვითონ აღიარებენ, კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატები, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სახელით და მეშვეობით ისინი აფინანსებდნენ და აკეთებდნენ ესე იგი რაღაც პროქსი სახელმწიფოების შიგნით სხვადასხვა გადატრიალებებს, მათ მართვა სხვადასხვა პროვოკაციებზე უბიძგებდნენ მას, იგივე გავიხსენოთ 2008 წლის საშინელება, რომელიც დატრიალდა ცხინვალში, შიდა ქართლში და აფხაზეთში მანამდის, როგორც ბრძანეს აქ იმ აფხაზეთში, მე თვითონ ვიყავი იმ საარჩევნო კამპანიაში ძალიან აქტიურად, როდესაც ჩვენ ვაწარმოებდით 90 წელს საარჩევნო კამპანიას აფხაზეთში მიტინგი ჩავატარეთ იქ სტადიონზე დაგვაგვიანდა ჩასვლა, იმიტომ რომ ზუგდიდში გაგვიგრძელდა მიტინგი და მე გალში გაგვიგრძელდა ცოტა ხანს მიტინგი და 3 საათის დაგვიანებით ჩავედით ჩვენ სოხუმში და ერთ კაცს არ ქონდა ფეხი მოცული, მთელი სტადიონი იყო სავსე იქ. არ ვიცი, შეიძლება თქვენც ბრძანდებოდით იქ. და ეს იყო საოცარი განწყობა, იქ იყო ინტურისტი, ეგრეთ წოდებული მეშველიანის სასტუმრო, სადაც მე ჩვენ საღამოს ცოტა ხანი შევისვენეთ 1-2 საათი და მეორე დღეს დავბრუნდით უკან, იმიტომ რომ სენაკში უნდა ჩაგვეტარებინა კიდევ საარჩევნო შეხვედრა. ეს სულ სხვა განწყობა იყო, სულ სხვა აღმაფრენა იყო, სულ სხვა დამოკიდებულება იყო ადამიანებს შორის, ის სულ სხვა სამყარო იყო საბჭოთა კავშირის ჩაკეტილ სივრცეში ცხოვრები ქართველები, რომლებსაც ერთმანეთი ენატრებოდათ. ბევრი ნაკლის მიუხედავად ძალიან კარგი და ისეთი თბილად მოსაგონარი დრო იყო. ეს, მაგრამ მაშინ ჩვენ შედარებით დაცული ვიყავით სამხედრო თვალსაზრისით. ეხლა ჩვენ სამხედრო თვალსაზრისით დაცული არ ვართ. და ეს ძალიან რთული ვითარებაა. და ჩვენ ძალიან დიდი სიბრძნე გვმართებს და დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ აქ არ იქნას დაშვებული რაღაც ისეთი გადაცდომა, აი პირდაპირ როგორც სიტყვიან ნაბიჯი მარჯვნივ და ნაბიჯი მარცხნივ, ჩვენ ისე დროში ვცხოვრობთ, რომ ისჯება პირდაპირ ესე იგი რაღაც საშინელი საჟელი. უფლება არა გვაქვს. ბატონო გოგი, თავარი ქვეყნისთვის, როდესაც გინდა იყო დამოუკიდებელი, არის განათლება, ხო? და ღირებულებები ქვეყანაში. აი ამ 34 წლის განმავლობაში რა გაკეთდა იმისთვის, რომ უფრო მეტი ჩადებულიყო თუნდაც
ახალგაზრდებში, განათლების სფეროში რა გაიარა, რა გზა გაიარა ქვეყანამ და რა შეგიძლიათ კეთდებოდა ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერი აი ამ წლების განმავლობაში. გასაგებია 90-იანი წლები ძალიან ცუდი იყო, მაგრამ შემდეგ იყო, როდესაც თქვათ აი მოვიდა თქვათ შევარდნაძის ხელისუფლების შემდეგ ახალი ხელისუფლება, მერე მოვიდა კიდე უკვე ქართული ოცნება, რა შეგიძლიათ თქვათ აი დამოუკიდებელი საქართველოსთვის რა გაკეთდა განათლებაში? საერთოდ როცა ამ თემებზე საუბარი მე პირადად აი პოლიტიკურ თემებზე არ მიყვარს, მე უფრო კითხვის დასვა შემიძლია. საერთოდ ამ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის არსი გვესმის რა არის თავისუფლება და რა არის დამოუკიდებლობა. სწორად გვესმის ახლა დღეს ჩვენ ეს ჩემი თავისუფლება ვიღაცის ღირსების შელახვა რატომ არის? ჩემი დამოუკიდებლობა მე რო დამოუკიდებლობად მიმაჩნია, რატომ მიიღებს ამას სხვა თავისი ღირსების შელახვა? ესე იგი ის არ მცნობს მე როგორც დამოუკიდებლობას და არ მცნობს მე როგორც თავისუფლებას. აი ეს კითხვები არის, რომელზეც მე პასუხი არ მაქვს მე პირადად და იმისგანველი, ვინც ასე ფიქრობს ჩემზე თქვა და ასე შემდეგ. ერთი რა მინდა ახლა თქვენ განათლება ახსენეთ. დიახ, აი განათლებაზე მაინდას. ხშირად ისმის დღესაც და ყოველთვის ილია ჭავჭავაძის სამი ღვთაებრივი საუნჯე, მამული ენა სარწმუნოება. აი ამ საუნჯეს სამ ეროვნულ საუნჯეს იაკობ გოგებაშვილმა დაარქვა ბურჯი ეროვნებისა და დაამატა მეოთხე. მამული ენა, ეროვნული სკოლა და სარწმუნოება. სხვათა შორის იაკობ გოგებაშვილის აი ეს მეოთხე პუნქტი რომ დაამატა, მეოთხე ბურჯი რომ დაამატა, ეს მაშინ ყველა მიიღო და იაკობ გოგებაშვილი იყო მედროშე ეროვნული სკოლისა და ილია და აკაკი მხარში ედგენ მას. ამას რატო ვამბობ? დღეს ამ განათლებასა და სკოლას ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას. საუბრობთ ენაზე, მამულზე, საუბრობთ ხოროთ სამწუხაროდ ენაზე და არ ვაკეთებთ იმას, რასაც უნდა ვაკეთებდეთ, მაგრამ სკოლაზე ნაკლებად საუბრობთ. არადა აკაკი წერეთელმა თქვა ასეთი რაღაცა. ჩემი და ილიას ღვაწლი რა მოსატანია იმ დიდ ღვაწლთან, ილია სიცოცხლეში ამბობს ამას. რაც იაკობ გოგებაშვილს მიუძღვის ქართული ენისა და ქართული ერის წინაშე. მან თავისი სკოლით, სახელმძღვანელოებით, თავისი განათლების სისტემით ჩვენ საზოგადოებას გზა გაუხსნა და ასე შემდეგ. იაკობ გოგებაშვილი ღირსია იმისა, რომ სიცოცხლეში ძეგლი დაუდგათ. ეს რატომ? იმიტომ რომ ფაქტობრივად იაკობ გოგებაშვილმა შექმნა იმდროინდელი სისტემა, საგანმანათლებლო სისტემა და მე დაბეჯითებით შემიძლია ვისაცნებავთ დაუმტკიცო, რომ იაკობ გოგებაშვილის დროინდელი 4 წლიანი საგანმანათლებლო სკოლა პირველ 2 კლასიანი და 4 კლასიანი სასწავლებლები იყოს. იმ დროინდელი სკოლა გაცილებით მეტ ცოდნას აძლევდა ყმაწვილს ქართულ ენაში, ქართულ ლიტერატურაში, საქართველოს გეოგრაფიასა და ისტორიაში, ვიდრე დღევანდელი საჯარო სკოლა. და ამაზე მე პასუხს ვაგებ ამ განცხადებაზე. აი ისე იყო, ეს ჩვენ ამას ვკარგავთ. ის ტრადიცია გვეკარგება ჩვენ. დამოუკიდებლობა გვინდოდა იმისთვის, რომ იქ შექმნილი ის ტრადიცია, ის საგანმანათლებლო სისტემა, ქართული ეროვნული სკოლა, ეგ ტერმინიც იქიდან მოდის და ერთიც. აი ყურადღებას არ მივაქციეთ ბატონო გოგი თუ მიზანმიმართულად ხდებოდა ქართულის განადგურება თუ რასაც მოგახსენებთ. როცა ეროვნული სკოლა იქნებოდა, მაშინ თქვა გოგებაშვილმა და რა თქმა უნდა თელი ეს სკოლას ორი მთავარი პრინციპი უნდა დაედოს ეროვნულ სკოლას. განაეროვნულობა და ზნეობრიობა. ყველა მისი სახელმძღვანელო ამ პრინციპზეა აგებული. თელი მათი საქმიანობა არის ეროვნულობა და ზნეობრიობა და ამ რამდენიმე წლის წინ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა წმინდესმა ილია მეوارემ თქვა, რომ მიზანმიმართულად ხდება ქართული განათლების სისტემის დისკრედიტაცია და განათლების დონის დაცემაო. ეს ერთ-ერთ ქადაგებაში თქვა ესა. მიზანმიმართულად ეგ სიტყვა იქნა გამოყენებული. აი რაში გამოიხატებოდა თქვენ როგორ ფიქრობთ აი მიზანმიმართული? რთული თემაა და საინტერესო თემაა ძალიან. გამოიხატება იმაში,
რომ აი დღეს ჩვენ გვიწევს ბრძოლა, რომ ქართული დავაბრუნოთ უმაღლეს სასწავლებელში იყო, ისწავლებოდა ყველგან და მერე 2005 წელს შეწყვიტეს და გააუქმეს ეს. ბევრი რამე წახდა მაშინ. ამაში მე ასეთი აი გუშინეს მქონდა საუბარი ერთ გადაცემაში. რუსთაველის საზოგადოებამ ჩაატარა კვლევა ასეთი. პირველ კურსელ სტუდენტებთან შევედით უნივერსიტეტში. ორ უმაღლეს სასწავლებელში, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში, ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე და კითხვები დაუსვით 150 სტუდენტი გამოვკითხეთ. ეს შედეგები გამოქვეყნებულია თავის დროზე სამინისტროსაც გადავეცი, პრესითაც და ასე შემდეგ. კითხვები იყო ასეთი ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე. რომელ ბრუნვაშია ხაზგასმული სიტყვა? რომელ რიცხვშია ხაზგასმული სიტყვა? რომელ მწკრივშია ხაზგასმული ზმნა? შედეგები სანახევროდ უარყოფითი. ეს არის ჩვენი თანაც ეს გაიხსენეთ რომ ეს არის წარმატებული უმაღლესი სასწავლებლის გამარჯვებული სტუდენტების შედეგები არის. მეტსაც გეტყვით როცა დაუსვით ასეთი კითხვა, თან პირდაპირ ვერ უთხარით შეგცხვავთ, თქვა ილია რომელ საუკუნეში მოღვაწეობს და ვეკითხებით ასე ილია ჭავჭავაძემ რომელ საუკუნეში დაწერა აჩრდილი. მე7, მე8, მე9, აი საუკუნეები დამისახელეს. იმაზე აღარ ვსაუბრობ, თქვათ რომ და ცაფირუს ხმელეთზე უმუხტრო დაამთავრე ეს ფრაზა და ასე შემდეგ. აი ეს არის მიზანმიმართული. ანუ ეს იმიტომ ხდებოდა რომ ეს არ ცოდნოდა? სკოლა ჩვენი სკოლა დღეს არ ასრულებს თავის ფუნქციას, რასაც უნდა ასრულებდეს. ასეთი სტუდენტები მოგვდის ქალბატონო. მე დავადასტურებთ და გავაგზავნებთ. გააგზავნეთ მოდი ამ თემაზე მე თემას, ამ სამწუხარო რეალობას, იმიტომ რომ მეც მიწევს ამასთან შეჯახება და ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით ამის მიზეზები. ძალიან კარგი იყო რომ 2004 წელს ბოლონიის პროცესს შეუერთით, ევროპული გავუმართეთ ჩვენი უმაღლესი სასწავლებლები, მაგრამ რასაკვირველია თქვენ იცით რომ შემჭიდროვდა კრედიტები, მაგალითად თუ მე-19 საუკუნის ლიტერატურის ისტორია იკითხებოდა 3 სემესტრის განმავლობაში, ის იკითხება 1 სემესტრის განმავლობაში. მოკლედ პოზიტივთან ერთად ამანა მოიტანა რა თქმა უნდა გარკვეული უხერხულობები. მე სულ მახსენდება ხოლმე და ხშირად ვიყენებ გრიგოლ ხანძთელის მაგალითს ჩემ სტუდენტებს ვეუბნები იმისათვის რომ copy paste-ით არ გამოვიტანოთ ყველაფერი არა მარტო ჩვენს განათლების სისტემაში, არამედ ჩვენს აზროვნებაში და ფილტრი გქონდეს, კრიტიკული აზროვნების ფიტი და მე ამ ფილტს ეროვნულობის ფილტს ვარქმევ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. გრიგოლ ხანძთელი წავიდა, წამოიღო იქიდან კანონიკური ტექსტები, მაგრამ უარგო თავის საძმოს, ხო? რაც არ ვარგო და განაგდო ვითაცა ჯირკვალიო გვევნება. სამწუხაროდ ამ წლების განმავლობაში ყველაფერი, რაც მოდიოდა გარედან, ჩვენთვის იყო ცნებათაგან ერთ-ერთი. ანუ კრიტიკული დამოკიდებულება ყველაფერი ევროპოლის მიმართ, ყველაფერი ამერიკულის მიმართ. მე რასაკვირველია არ ვეწინააღმდეგები, იმიტომ რომ მართლაც ბევრი სასიკეთო რამ მოხდა განათლების სისტემაში, მაგრამ იცით, როდესაც შეუვალ ჭეშმარიტებად გამოცხადა ყველაფერი მარტო იმიტომ, რომ ევროპულია, მარტო იმიტომ, რომ ამერიკულია და ეხლა მე მახსოვს ასეთი პერიოდი, როდესაც ჩვენ გქონდა ასეთი დავალება, მაგალითად სილაბუსში ზმნები გადაიყვანეთ ვნებით გვარზე. სულ ვაპროტესტებდი. რატო უნდა გადავიყვანო? რას ცulis ეს სილაბუსში, ჩემს სილაბუსში? ხო რომ ეს ზმნას გადავიყვან? ნუ აი ასეთი რაღაცეები და მე ვხედავდი, რომ ჩემი კოლეგები, უბრალოდ ხარისხის მართვის სამსახური ამას წინააღმდეგობას ვერ უწევდა. ეს დრამატული სიტუაციაა. ანუ ჩვენ წაგვართვეს კრიტიკული დამოკიდებულების უფლება. ეს ძალიან მტკივნეული იყო, იმიტომ რომ იცით, ნებისმიერი განათლების სისტემა, თუნდაც ფინური რო იყოს, ის აუცილებლად უნდა მოერგოს ანუ ადაპტაცია უნდა მოხდეს. რაღაცა 30% მაინც უნდა მოერგოს ადამიანებს, იმიტომ რომ ყველაზე მთავარი არის თემა, მიზანი და რა თქმა უნდა აუდიტორია. რაზედაც ეს სალისხმევა არის მიმართული. რაღაც ფინალისკენ მივდივართ უკვე და მინდა რომ რაღაცა ისეთი ფინალური კითხვების დავსვა, აი ის დამოუკიდებლობა, რომელიც მოვიპოვეთ, აი რამდენად თქვათ შეინარჩუნა თუ არა აღიქვა
იმ თაობამ, შემდგომა თაობებმა, რას უყურებთ დღეს აი თამუნა, რამდენად არის აღქმად იმ თაობისთვის ეს დამოუკიდებლობა და თქვენი გადასახედიდან უყურებენ თუ არა სწორად? ღირებულებებს თუნდაც ქართულს. ვფიქრობ, რომ საუბარი, კრიტიკული საუბარი ყველაფერზე, ყველაფრის შემოწმება ეს არის აუცილებელი. ამის გარეშე არაფერი არ გამოვა. ყოველდღიური შრომა, სიყვარული, პროფესიონალიზმი, თუ არ გამოიკვეთა ჩვენი დამოკიდებულება პროფესიონალიზმის აი რა ვერ გავაკეთეთ, თავარი ჩავარდნა რა გვაქვს, თქვენ როგორ ფიქრობთ, აი ამ დამოუკიდებლობის შემდეგ, რა ვერ აღიქვა თუნდაც საზოგადოება? თავარი ჩავარდნა, იცით რა, აი ძალიან ბევრ სფეროშია ჩავარდნა, ძალიან ბევრ სფეროში. აი არ გვაქვს სისტემა. ეს აი ჩავარდნა იყოს, შეცდომა იყო თუ აი რადგანაც ბატონი გოგი საუბრობდა, რომ რაღაცებზე მიზანმიმართულად ხდებოდა რაღაცები. იცით რა, მე ვხედავ შედეგს, რაც არის. განათლების სისტემა არის სავალალო მდგომარეობაში, სკოლაც და უმაღლესი სასწავლებლებიც. მე ვხედავ იმას, რომ პროფესიონალიზმი არ ფასდება ისე როგორც უნდა ფასდებოდეს. აი ყოველწუთიერი, ყოველდღიური უნდა იყოს შრომა იმაზე, რომ გამოვავლინოთ ნიჭიერი. ამას ვაკეთებთ. ამაზე მარტო ვთქვათ, ვერც ხელისუფლება გააკეთებს, სასალკე ვერავინ გააკეთებს. საზოგადოებაში მუდმივად არის რაღაცა, ხო? რაღაცა აკეთებს, იმას არ მოწონს. არ არის საუბარი. პრობლემებზე არ არის საუბარი. ანუ პოლიტიზირებულია ყველაფერი. რა თქმა უნდა და აბსოლუტურად არ არის საინტერესო. აი ეს ღირებულებები ბატონ ბიძი, რამდენად არის შენარჩუნებული დღეს? 26 მაისის ღირებულებები თუ 9 აპრილის 26-ში ცოტა სხვანაირად მიიღეს. ღირებულებები უფრო სოციალისტური ღირებულებები იყო. ის აქტი ძალიან კარგად გამოგადგათ მერე თქვენ ხომ ისაღებად 9 აპრილს. მე 9 აპრილის ზუსტად გამოსახულია ეს ღირებულებები და ეროვნული ხელისუფლების. აი როგორც უკვე დასაწყისში ვთქვი, ეხლა ხდება ამ ღირებულებების ხელახალი აღიარება, დაცვა მათი ტენდენცია აქეთკენ მიდის, როგორც გაცხადდა აპირებენ, რაზეც ბრძანებდა ბატონი გოგი ეს განათლების სისტემის რეფორმას, ძირეულ რეფორმას, რაც ძალიან მისასალმებელია ჩემი მხრიდან. ერთადერთი რაც მინდა გადაცემის რაკიღა დასრულისკენ მივდივარ, თქვა მე არის ის, რომ ნუველით გარედან დახმარებას, ნუველით გარედან ვიღაცისგან მოფერებას აღიარებას ნუვთხოვლობთ ყოველდღიურს, რომ აი ვიღაცამ აღიარა საქართველოს მთავრობა თუ ლეგიტიმაციას ვაძლევთ ჩვენ, პასუხი უნდა მოვთხოვოთ ჩვენ. არავის ლეგიტიმაცია არ გვჭირდება. ჩვენ ვართ უძველესი ერი, უძველესი, როგორც ჩინეთის ელჩმა აღნიშნა, ჩვენ ორი უძველესი ცივილიზაციის ხალხი ვართ, არავისგან ჩვენ აღიარება არ გვჭირდება. ჩვენ ვართ აღიარებული სახელმწიფო, ჩვენ ვართ აღიარებული ერი. ჩვენ გავუძველით ისტორიის დიდ ქარტეხილებს და დიდ გამოცდას და უნდა ვიყოთ თვითკმარი. ჩვენ არ გვჭირდება ყოველდღიური ის აღიარება ვიღაც კაია კალასისგან ან ურსულა ფონ დერ ლაიენისგან შეძახილი, რომ აი თქვენ მაგრები ხართ და კარგები ხართ და ჩვენი მეგობრები ხართ. ჩვენ ვართ ცივილიზაციის, ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილი. ჩვენ მეგობრობთ ჩვენ აღმოსავლელ მეგობრებთან და მეზობლებთან. ჩვენ აღმოსავლეთის ნაწილი ვართ, როგორც არ უნდა გეოგრაფიას ვერსად ვერ გავექცევით და ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ჩვენი თავის პატრონები ვართ ჩვენ. მადლობა. რამის დამატება ხო არ გიდათ? ბატონ გოგი რაღაც სამბობთ წება, თუ გსურთ. დავამატებდი ერთს, რომ განათლებაზე იქნება ჯობდეს ცალკე საუბარი კონდეს, ბატონო, იმიტომ რომ აკაკი წერეთელმა თქვა მე-19 საუკუნეში. ჩვენ არაფერი არ გვშველის, სხვა გარდა განათლებისა. განათლებაზეა დამოკიდებული ჩვენი ბედისწერა. აი ეს თუ არ გაითავისა იმას, ვისაც ხელეწიფება ამ სისტემის მართვა და ყურადღების მიქცევა ამაზე, ჩვენ ასე ვილაპარაკებთ ყოველთვის, მერე დავიწყებთ ძებნას მიზეზებისას, მიზანმიმართულია, მიზანმიუმართავია და ასე შემდეგ და ერთს ვიტყვი კიდე თუ ძალიან არ გადავაჭერებ, ბატონი ბიძინას საუბარს გავაგრძელებ. ჩვენ აღიარება და რაც
დევიდ ლანგმა თქვა ასეთი რაღაცა, როცა საქართველოს ისტორიას გავეცანი, მაშინ ვიწამე ღმერთი, იმიტომ რომ აი ესეთმა პატარა ხალხმა, ასე მცირე რიცხოვანმა ხალხმა, აქამდე რომ მოაღწია, ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი იფარავდა მასო. მაგრამ ეხლა საკითხვა ასე რომ დავსვათ, ღმერთი რატო იფარავდა ქართულ ხალხს? იმ უზარმაზარ სამყაროში და იმ ათასობით ხალხებსა და ერებში, იმიტომ რომ მაშინ დაინახა რაღაცა ჩვენი ის თვითყოფადობა, ჩვენი არსი ჩვენი ცხოვრებისა, ჩვენ თვითონ ვიცით და აი იმიტომ დაგვიდგა ის ღმერთის და ჩვენთვის არ გავითავისეთ ღმერთიც მაყურებელს 4 შაბათამდე უნდა დავემშვიდობო, მაგრამ ვიდრე დაგემშვიდობებით უნდა გითხრათ, რომ 2 დღის წინ 20 თბილისის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა ეკა კვალიაშვილის საღამო, სადაც გაიჟღერა მართლაც არაჩვეულებრივმა და პატრიოტულმა სიმღერა, რომელიც დაწერა, თქვათ, ტექსტი ქალბატონმა თინათინ გუდულიაშვილმა, ეს არ არის პირველი ლექსი ქალბატონი თინათინის, მაგრამ სრულიად ანშლაგით შეიარა ამ კონცერტმა და შეიძლება ითქვას, რომ ფილარმონია რამის დაინგრა. ეს სიმღერა უნდა დაგიტოვოთ ახლა ეთერში და დაგემშვიდობოთ.